თუ გისარგებლიათ ამ ტრაქტორით, როდეს? არადროსა. არაფერი არ შეიძლება. თვითონა დადის ხნას, თესაც კერძოთ მიდენ და კერძოთა ერთ დღეში 500 ლარი აიღო. რამდენი მივაკითხეთ, უარს არ გვეუბნება ისე. კაი სიტყვა პასუხია, მაგრამ არ მოდის. ტრაქტორი მარტო თავისი იყო ტყეში დადიოდა. არავინ არ მომეკაროსო მე ტყეში უნდა ვიარო. დაგვჭა მოუხნევები და დავრჩით შივრები. იგივე განმეორდა წრეულა. პური დავთესე მაინც ნადალადევათა და ოქტომბერში ავიღე. ჩავედი მაინც მიმართე მე ერთი რო ტრაბახოს რატო არ ჩამოდიხარ თუ უნდა ჩავიდე. ხელათში მამატყუა. ეხლა მოვიყვან კომბაინსა ხვალავ მეორედ რო ჩავედი დამემალა. მაინც გამოვიწერეთ 130 მანეთი გადავიხადეთ. რამდენი მიასედი 50 მიასედის აღებაში და თქვენ საკრებულოში შემავალი ხუთი სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ტრაქტორი, რომელიც ხალხისთვის არის გათვალისწინებული, თქვენ პირად საკუთრებაში გყავთ. ეს ყველაფერი არის რთული. ჩვენი ამხანაგობა ზემო ქართლი გაერთიანებულია სამი ტერიტორიული ორგანო. ეს არის გომის 4 ბოდეშით, გომის, ფლევის, ალის და წაღვლის. ამ ამხანაგობაში შედის სამი ტრაქტორი, სამი ერთეული ტრაქტორი. და რომელ ტრაქტორზეც დავუშვათ, აქვთ ამ მოსახლეობას საუბარი, დავუშვათ ალში რომელიც აყენებთ ხელმძანებულ ხართ. არც ერთ ტრაქტორს არ აქვს იმდენი ნამუშევარი, რაც იმ ტრაქტორს აქვს ნამუშევარი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამბობენ, რომ მათ მოუხნავი დარჩათ ნაკვეთები იმის გამო, რომ ტრაქტორი არ მიეცა. გასაგებია, ფაქტიურად ერთი ტრაქტორი კი არა, 5-იც რომ იყოს მაგნაერი, აი მარტო ჩვენ სოფელში, ჩვენ ტერიტორიულ ორგანოში შედის 10 სოფელი. ფაქტიურად გავუჭირებათ კიდე მიწების დამუშავება. უარს გვეუბნებაო იმის გამო, რომ მარტო საძმაკაცოს და საახლობლოს უხნავს. ყველაფერზე ვაგებ პასუხს. ნებისმიერ დროს თქვენთან ერთად, ნებისმიერ სოფელში გავიდე, მოვიმსმინო თქვენთან ერთად მოსახლეობის პრეტენზიები და გავცე პასუხი.